პრემიერ-მინისტრი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა. ისაუბრეს ეუთოსთან თანამშრომლობაზე რეგიონში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე. მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე ეუთოს გენერალურ მდივანს ბატონ ფერიდუნ სინირიოღლუს საქართველოში მისი ვიზიტის ფარგლებში. გულწრფელად მადლობელი ვარ გენერალური მდივნის მხრიდან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებაში ჩართულობისთვის. ჩვენი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური მდგრადობის განსამტკიცებლად, ასევე რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობისა და საერთო გლობალური გამოწვევების დასაძლევად. ეუთოს გენერალურ მდივანთან დეტალურად განვიხილეთ საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები, რა თქმა უნდა ჩვენთვის თუ არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც ოკუპაციის საკითხზე ხდება ხოლმე საკითხის დაყენება, შესაბამისად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა, როდესაც საუბარი შეეხება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე დეტალურად ასევე ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო არის ერთგული პარტნიორი, რომელიც ჩართულია ეუთოს ინსტიტუტებთან ერთად საერთაშორისო პლატფორმებზე და გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ეუთოს. ამ ვიზიტის შედეგად, მისი განცხადებების შედეგად, რა თქმა უნდა, რჩება, ეს შტაბ-ბეჭდება, რომ ამ ადამიანს მათ შორის არ ესმის ის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის სიმძიმე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ეს ადამიანები ცდილობენ, რომ როგორმე საქართველოს სახელი შეიბღალოს და ეს ყველაფერი გაკეთეს იმისათვის, რომ როგორმე თვითონ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჩვენ პარტნიორ ქვეყნების წარმომადგენლებს, ქართული ოცნების გუნდის წევრები ხდებიან სხვადასხვა ფორმატებში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მათ ნარატივს პირდაპირ ჩამოაქცევს, რომლის მიხედვითაც საქართველო თურმე არის პირდაპირ შემოსაზღვრული და კავშირები არ აქვს არც საერთაშორისო თუ ორგანიზაციასთან თუ ქვეყანასთან. მოულოდნელად ჩამოკრა უბედურების ზარმა ნაცმოძრაობაში, როდესაც ვიზიტით ჩამოვიდა ეუთოს გენერალური მდივანი. მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთ-ერთ პატრონს შეერთებულ შტატებში, ბატონ უილსონს არ ჰქონდა სურვილი, მეტიც მიიწერა ეუთოში, რომ არ განხორციელებულიყო ვიზიტი საქართველოში. რაც პირდაპირი გზავნილია, რომ ბატონი უილსონი არის პირდაპირი მოწინააღმდეგე საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს საზოგადოების. მაგრამ რა თქმა უნდა, ეუთო გახლავთ ის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც ახლა უილსონის მსგავსი პოლიტიკანების განცხადებაზე არ დადის და ის დადის საერთაშორისო პრინციპების საფუძველზე.